ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გასულ უქმეებზე თქვენც უყურეთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს და დადგმით იმ სანახაობით, რომელიც 4 საუკეთესო ევროპულმა კლუბმა სტამბულში გვაჩვენა. მე გეტყვით, რომ ჩემი აზრით პირველი ნახევარფინალი, რომელიც ვიხილეთ თურქულ ვაკიფ ბანკს და იტალიურ კონელიანოს შორის, ბოლო დროის განმავლობაში იყო საუკეთესო თამაში, რაც კი მინახავს. ეს იყო ეტალონი იმისა, თუ რატომ და როგორ უნდა იბრძოლო ბოლომდე, რატო აქვს ბოლომდე ბრძოლას აზრი, როგორ უნდა აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე, როგორც მოთამაშემ და რას ნიშნავს იყო გენიალური მწვრთნელი. დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ თამაშის შესახებ ვისაუბრებ, ვინაიდან ნახევარფინალური თამაშები ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გეტყვით იმასაც, რომ ფინალი თურქულმა გუნდებმა ითამაშეს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელს ყოველ შემთხვევაში თურქულმა სკოლამ იტალიურს აჯობა და ეს შეჯიბრი უკვე კაიხანია გრძელდება. ხო და ვისაუბროთ დღეს კონელიანოს და ვაკიფ ბანკის დაპირისპირებაზე. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მატჩის მიმოხილვაზე და გეტყვით იმას, რომ სტატისტიკა დღევანდელ ფრენბურთში განმეორდები ძალიან ბევრს წყვეტს, სწორედ ამიტომ ხშირად მიმართავ ხოლმე მატჩის შემდეგ სტატისტიკებს, რომ გავიგო ვინ რა შედეგი დადო, როგორც ინდივიდუალურმა მოთამაშემ თუ გუნდმა. ორი სეტის შემდეგ უკვე აღარ იყო იმდენ საინტერესო ეს მატჩი ჩემთვის, რადგან ვაკიფ ბანკმა რეალურად წინააღმდეგობა ვერ გაუწია იტალიურ კონელიანოს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეტში 8-5-საც ლიდერობდა ვაკიფ ბანკი და ქონდა მცდელობა, რომ შეწინააღმდეგებოდა იტალიურ დომინაციას, მაინც არაფერი გამოუვიდა. კონელიანომ გააკეთა ის, რასაც შარშა მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე უკეთ აკეთებდა. დაეწია, გაათანაბრა ანგარიში და გაასწრო, დაიჭირა სრული ძალაუფლება მოწინააღმდეგეზე და უბრალოდ გადაუარა მას. რაც შეეხება ვაკიფ ბანკის თამაშს პირველ ორ სეტში, პირველი სეტი დასრულდა ანგარიშით 22-25 და მეორე 18-25 წააგეს ეს ორი სეტი და თავდაპირველად ჯანსუმ, ანუ გამთამაშებელმა დაიწყო თამაში პირველი ტემპით, ანუ მაქსიმალურად ტვირთავდა მიდლ ბლოკერებს. ზეხრამ 3 ქულა აიღო, ზედიზედ თუ არ ვცდები და თითქოს ტემპიც დაიჭირეს, გავიდნენ წინ, 8-5 იყო ანგარიში, მაგრამ შემდეგ გადამწყვეტ მომენტებში ძალიან გაუჭირდა ჯანსუს ტემპის დაჭერა. რამდენიმე ბურთმა ზეხრას გადაუფრინა, ტემპში ვერ ჩაჯდნენ და დაუგროვდა ჯამში 11 შეცდომა და ესეთ შეცდომებს ისეთი კლუბი, როგორც არის კონელიანო, უბრალოდ არ გაპატიებს. სწორედ ამ შეცდომების გამო ჯანსუმ გაფანტა შემდეგ პასები და თითქმის ყველა გაუშვა მეოთხე ზონაში, ანუ მარინა მარკოვაზე და დერია ჩებიჩოყლუზე. რაც შეეხება მარინა მარკოვას, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი პირველ ორ სეტში, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გადამწყვეტი მომენტი იყო უკვე მესამე სეტში, ცოტა დაღლილი მომეჩვენა და უბრალოდ მარტო ვეღარ იღებდა საკუთარ თავზე ამ ლიდერობას. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ გაუმარტივდა ძალიან იტალიურ კლუბს დაცვაში თამაში და დღევანდელ ფრენბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოკს და დაცვაში თამაშს და ამ ჰაიბოლებს, რომელსაც ჯანსუ აძლევდა მეოთხე ზონაში მოთამაშეებს, ძალიან მარტივად უმკლავდებოდნენ. მით უმეტეს ბლოკზე ისეთი მოთამაშეები ყავდათ, როგორც იზაბელ ჰააგია, სარაფარია და ასე შემდეგ. იტალიური კონელიანო თითქმის მთელი მესამე სეტის განმავლობაში დომინირებდა და დაახლოებით 3-4 ქულით სულ წინ იყო. 16-12 20-ით 16 იყო მე მგონი ანგარიში და ბოლოს უკვე მატჩ ბოლომდე მივედით და გახდა 21-24. და ეს იყო პირველი მატჩბოლი. ამის შემდეგ იტალიურ კლუბს კიდევ 4 მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს სეტი ბოშკოვიჩმა მოიგო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტიანა ბოშკოვიჩის მოგებულია არა მხოლოდ ეს სეტი, არამედ მთელი თამაში და ნამდვილად ღირსეულად დაიმსახურა MVP-ს წოდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდის ლიდერი, სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად ჭირდება გუნდს. მესამე სეტი დასრულდა ანგარიშით 29-27 და ტიანამ დააგროვა 13 ქულა. რაც შეეხება მეოთხე სეტს, რაღაცნაირად თავდაჯერებული შემოვიდა უკვე მოედანზე. თქმის მთელი მეოთხე სეტის განმავლობაში ლიდერობდა ვაკიფ ბანკი, ბოლოს ანგარიში იყო 18-10 და ამ დროს მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, კატერინა დანგუბიჩმა მიიღო ძალიან სერიოზული ტრავმა და მეგონა რომ ეს გუნდზე იმოქმედებდა, იმიტომ რომ მანამდე დერია ჩებიჩოღლუსაც რაღაც მოუვიდა, მაჯით შეეჯახა თუ არ ვცდები ბანერს და ის გაიყვანეს მოედნიდან. და უკვე მესამე ვარიანტი იყო ელენა კაზო, რომელიც წარმოედგინეთ 2
ძირითადი მოთამაშე არ ყავს და მესამე ალტერნატიული შემოყავს. მეგონა რომ ეს ძალიან იმოქმედებდა გუნდზე, მაგრამ არა, მიუხედავად იმისა, რომ 1-2 შეცდომა დაუშვა გადამწყვეტ მომენტში, მაინც კარგად გაართვა თავი და მეოთხე სეტში ბოშკოვიჩმა 10 ქულა დააგროვა და მართლა თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკაც, რომელიც დაიდო, ბოშკოვიჩს აქვს 58%-იანი ეფექტურობა, ანუ ბურთების 58% შედეგიანად მოხსნა. ამის საპირისპიროდ ძალიან გაუჭირდა თამაში იზაბელა ჰააკს, რომლის წინააღმდეგაც აღმართული იყო მარინა მარკოვას 2 მეტრიანი ბლოკი და უბრალოდ ვერაფერი ვერ ქნა. 50-დან მხოლოდ 18 თავდასხმა განახორციელა და ეს არ არის მის საუკეთესო შედეგი. მეოთხე სეტი დასრულდა ანგარიშით 25-23 ვაგებანგის ასარგებლოდ და თამაში გადავიდა მეხუთე სეტში. ზოგადად ფრენბურთში ამბობენ, რომ მეხუთე სეტს იგებს ის, ვინც ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერია და ალბათ სწორედ ასეც მოხდა. ბოშკოვიჩმა, ვაგებანგმა და ჯოვანიმ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ თასი სახლში დაეტოვებინათ. როგორც თამაში სტამბულში იყო და რა თქმა უნდა სახლის ფაქტორმაც, სახლში თამაშის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. გეტყვით იმასაც, რომ მეხუთე სეტი თითქოს კონელიანომ დაიწყო კარგი ანგარიშით 3-0-ს იგებდნენ. ძალიან მალე დაეწია ვაგებანკი, გაასწრო 5-4 იყო პირველ შესვენებაზე ანგარიში და ეს სეტი 15-10 მოიგეს. მეხუთე სეტში უბრალოდ ვერაფერს ვეღარ შვებოდა კონელიანო, არაფერი გამოსდიოდათ. აქ მინდა ვისაუბრო გაბიზეც, რომლის თამაშიც ძალიან გამიკვირდა, სიმართლე რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ მე მინახავს როგორ თამაშობს გაბი, რასაკეთებს ხოლმე მოედანზე და ეს სულ არ იყო ის მოთამაშე, რომელსაც მივაჩვიეთ ჩვენ მოედანზე. ჩემი აზრით, ბევრად აჯობა ვაგებანგმა ბლოგზე. უბრალოდ გამოდიშეს მოთამაშეები, გამოდიშეს იზაბელა ჰააკი, რომელიც ძირითადი მომხსნელი იყო მათი, გათიშეს ჟუ, რომელიც ძალიან კარგი იყო პირველი 2 სეტის განმავლობაში, მაგრამ აშკარად დაიღალა და უკვე ვეღარ გაუმკლავდა ვაგებანგის ბლოგს. რაც შეეხება გაბის, მინდა აქვე შევადარო გაბი და მარინა მარკოვა, მათ შორის სიმაღლეში სხვაობა არის დაახლოებით 15 სანტიმეტრი, როგორც იცით, მარინა არის 2 მეტრი სიმაღლეში და ის რაც აკეთებს მარინა მიღებაში და დაცვაში არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ამ თამაშებმა გვაჩვენა ჩვენ, რომ ის უკვე ჩამოყალიბებულია უნივერსალურ მოთამაშთან, თავისუფლად შეუძლია დაცვაში თამაში და მიღებაზე. მას ქონდა ბევრად უკეთესი მაჩვენებელი, 47 ქონდა გაბის თუ არ ვცდები და 53 ქონდა მიღებაში მარინა მარკოვას, ანუ რეალურად მარინა მარკოვამ დადო ის დონე, რომელსაც ლიბეროს მოვთხოვდით მოედანზე, მიღებაში და დაცვაში და ვიცით ჩვენ თუ რას აკეთებს ის ბლოგზე. სწორედ ჰააკი გათიშა მარინა მარკოვამ, ჰააკმა ვერაფერი ვეღარ გააკეთა, ხაზში ვერ დაარტყა და ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი ქონდა მარკოვას თამაშს, ისევე როგორც რა თქმა უნდა ბოშკოვიჩს. ნუ საერთო ჯამში სრულად გუნდმა მიაღწია იმ შედეგს, რომელიც დადო ვაგებანგმა, მე-7 ტიტული მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე და მე-7 თასი აქვს სტამბულის ვაგებანგს. რა თქმა უნდა, ცალკე არის ძალიან ბევრი სასაუბრო მათ მწვრთნელზე, ჯოვანი გუიდედიზე, რომელიც ჩემი აზრით ფრენბურთის ისტორიაში აუცილებლად შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე ძლიერი მწვრთნელი ქალთა ფრენბურთში. მას აქვს უკვე 7 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგებული და 9 თურქეთის ლიგის თასი აქვს აწეული ვაგებანგთან ერთად. სწორედ მის ხელში გაიარეს ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არის იზაბელა ჰააკი და გაბიც და ყველა წავიდა ვაგებანგიდან. მე გეტყვით, რომ დიდი მომავალი აქვს იმ მოთამაშეებს, რომლებიც მის ხელში გადიან. სწორედ მასთან ერთად გახდა ტიანა ბოშკოვიჩი პირველად ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, პირველად თურქეთის ჩემპიონი და ისეთი მწვრთნელები, როგორც არის ჯოვანი გუიდედი და ის სკოლა, რომელსაც ვაგებანკი გვთავაზობს, არის უბრალოდ ფენომენალური და კიდევ ჩემი აზრით მრავალხნიანი დომინაცია ელოდება ამ კლუბს და ამ მწვრთნელს. ხლა რაც შეეხება უშუალოდ ფინალს, ფინალი ჩემთვის ძალიან უინტერესო იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის გადავწყვიტე, რომ კონელიანოს და ვაგებანგს შორის გამარჯვებული გახდებოდა ჩემპიონი და სწორედ ასეც მოხდა. მოედანზე გამოსვლისთანავე ვაგებანგმა დაამტკიცა თუ ვინ იყო წელს იმის ღირსი, რომ აეწია ჩემპიონთა ლიგის თასი.
რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ჟაშბაშის მიღწევა წელს, ითამაშეს ფინალი იმ გუნდით, რაც ყავდათ. ძალიან მომატებული აქვს ჩემი აზრით ებრარ კარაკურს თამაში, მაგრამ ცალკე მინდა აღვნიშნო გამთამაშებელი 20 წლის ოზდემირი, რომელიც მგონია რომ თურქეთის ნაკრების მომავალია და ჯანსუს ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს და აჯობებს უკვე თუ არ აჯობა. ასევე გეტყვით, რომ თუ ის მატჩი ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი, რომელზეც ამდენი ვისაუბრე, აუცილებლად უნდა უყუროთ თუ ხართ უბრალოდ გულშემატკივარი ფრენბურთის ძალიან დატკბებით ამ სანახაობით და თუ ფრენბურთელი ხართ ან წვნელი ძალიან ბევრ რამეს ისწავლით. იმიტომ რომ მართლა ლეგენდარული მატჩი გამოვიდა. რაც შეეხება MVP-ს, სრულად ვეთანხმები იმას, რომ დიანა უნდა გამხდარიყო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე და ზოგადად ვინც კი Dream Team-ში არის შეყვანილი, ყველა გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, მწვრთნელის არჩევანსაც ვეთანხმები. და რაც შეეხება იმას, თუ რა გველოდება მომავალში, როგორც წინა ვიდეოში მე და ანამ დავაანონსეთ, ძალიან მალე ივნისში გვექნება უკვე ევროლიგის მატჩები, რომლის შესახებაც აუცილებლად ვისაუბრებ კიდე და დავაანონსებ თამაშებს, რომ არ გამოგხსეთ. და შემდეგ უკვე ერთა ლიგა, რომელსაც ასევე აქტიურად ვადევნებ თვალს და ვეცდები, რომ თქვენც არ გამოგჩეთ და ჩემთან ერთად უყუროთ. ეხლა დაგემშვიდობებით, შემდეგ შევხვედრამდე.